ჩემო მეგობრებო, ეს რეჟიმი უნდა დამთავრდეს. ახალაიერის პანდაში უნდა დამთავრდეს. საქართველო ფეხზე უნდა დადგეს, ჩემო მეგობრებო. ყველა ჩვენგანი, ვისაც ქართველობაზე პრეტენზია გვაქვს. არ გვინდა რომ ადამიანის უფლებები კიდე ირღვებოდეს. ხალხი წამებოდეს ციხეში. აღშფოთებული ვარ იმ კადრებით და იმ საქციელი მთავრობის, რაც ხდება საპატიმროებში. ყველას პირადად შეგვეხო სააკაშვილი, ყველას პირადად შეგვეხო მისი სადისტური რეჟიმი. დღეს კიდევ ახალი კადრები გავრცელდა. კალმახელიძის განთავისუფლება არაფერს არ ნიშნავს. კალმახელიძე არის ჭანჭიკი ამ დიდი ბოროტების სისტემაში. პირდაპირი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ საშინელი, ამ საზიზღარი, ამ მართლაც ამარზრზენი დანაშაულისთვის ეკისრება პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს, ეკისრება პირდაპირ ვანო მერაბიშვილს, ეკისრება პირდაპირ ადეიშვილს, ეკისრება რა თქმა უნდა ამ ყველაფრის აღმასრულებელ ახალაიას, რომელიც იყო ციხეების ხელმძღვანელი და მან დანერგა საპატიმროებში წამების ეს ფაქტი. მე ვპირდები ყველა საქართველოს მოქალაქეს. არც ერთი მათგანი ვერ გაექცევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამასთანავე მე მოუწოდებ მთელ საქართველოს. ჩვენ ემოციები უნდა ვმართოთ. ჩვენი მთავარი დღეს იარაღი ხელში არის არჩევნები, რომელიც იქნება 1 ოქტომბერს. ჩვენ ამ სოლიდარობის აქციასთან ერთად ასევე ვეუბნებით ყველას, ჩვენ უნდა მშვიდად ემოციების მართვით მივიდეთ 1 ოქტომბერს არჩევნებზე და იქ დავამთავროთ ნაციონალური მოძრაობის ეს რეპრესიული რეჟიმი. ყველამ უნდა იცოდეს, დღეს ვინც მხარს დაუჭერს არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობას, დღეს ვინც შემოხაზავს ხუთიანს, ის აკანონებს წამებას საქართველოში. ის არის თანამონაწილე ამ დანაშაულის, ასე რომ კიდევ ერთხელ ყველა გამოვყიზლდეთ და ისე მივიდეთ არჩევნებზე. ჩვენ ყველას გვიყვარს ერთმანეთი და არასდროს არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ყველას ერთმანეთი გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ის ადამიანებიც, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, ნაციონალურ მოძრაობაში არიან. ისინი არ არიან ჩვენი წრები და ჩვენი მოძულეები, ჩვენ გვინდა ეს გჯეროდეს და გვჯერა. ერთ-ერთი მტერი ვერ დაგვაგაცხეს. წინ მიიწვიეთ. გამარჯვებულები და დიდალოცილები ვიყო. ასე გავიდე.